შეიხსნა კიდე იმასთან მუფთისთან ყველა ყავს ნაცნობს იმას არის წავით. ახლა წერია ხო რა შეიძლება? არა კაცოები ვიხმულე ხარ ფედერაცია. ყავაზე არ არის. ვინმე არა. ალკოჰოლური ისმის თან რაც ადამიანის მოგებულს გავლენა სახუთი ხარ. უმასა ყველაფერი. ჩაიცახდეს გავლენას. ხო და ზომი ბარო ხორისგან განსხვავებით. იგარი შეიძლება ზომაცუნი უნდა იცოდე. არ დავიწყე. გამარჯობა, დღევანდელი ჩვენი დისკუსიის თემა არის რამდენიმე დღის წინ პოპულეთში მომხდარი შემთხვევა თუ ინციდენტი, რა დავარქვათ ამას ძნელი ასეთქმა, როდესაც მუსულმანი მოსახლეობას რეალურად და მთელი ქვეყნის მოსახლეობას იმ მოქმედებებით დაწყო შეურაცხყოფა მიიღების. როდესაც ქმედება საუბარია ღორის თავი, ჯერ ღორის თავზე და შემდეგ თავის კეფაზე ჩამოკიდებაზე. ჩვენი დღევანდელი დისკუსიის სტუმრები არიან თეოლოგი ბირქა მინდიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდების ასოციაციის წარმომადგენელი გიორგი ბოცილიძე და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ადმინისტრატორი დირექტორი წავა ხაბიძე. შეფასება რაც მოხდა, თქვენი შეფასება არასამთავრობოების შეფასება და თქვენი ბატონებია, როგორია ეს ფაქტი, თითო რაც მოხდა და ანალიზი იმისა, თუ ასეთი ქმედებები რატო ხდება მოსახლეობის მხრიდან, რატო ხდება ამის სურვილი, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. ამბობა დინგალოგოჩევისთვის და აფენის აკtualizებისთვის შეიძლება მარტივად ვთქვათ, ის რაც მოხდა იმის მიზეზები, ასე ვთქვათ, რაც კოლეჯში მოხდა, დავყავოთ ორ საფუძვლად. ერთი ეს არის ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, როგორც უმაღლესი იერარქები, ასევე რიგით სასულიერო პირები თესავენ შეუწყალებლობას რეალში, საზოგადოებაში, ჩვენ მოგусმენი არაერთი უკიდურესად შეუწყალებელი განცხადება მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან, რაც დაშორებულია, დაპირისპირებულია როგორც ქრისტიანულ სწავლებას, ასევე მართლმადიდებლურ სწავლებას, ასევე დაშორებულია იმ სულისკვეთებასთან, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია გვიცხადებს როგორც ადამიანთა თანაცხოვრების და თანაარსებლობის უპირობო საფუძველს. ეს არის რელიგიის თავისუფლება, ეს არის სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამოჩენა, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგამოჩენა, ეს არის თანასწორუფლებიანი. ყველა ამ პრინციპს ეკლესია წლების განმავლობაში ამიტომ საპატრიარქო და ამ სტრუქტურას შემოვალ სასულიერო პირები წლების განმავლობაში უპირისპირდებიან, რასაც თავისი შედეგები გამოუწვევს, თქმა უნდა, ის რომ ორგანიზებულად იკრიბებიან ადამიანები და მამაო ჩვენოს წარმოქმნის ფონზე კლავენ ღორს განსხვავებული სარწმუნოების სასწავლებელი ცენტრის წინ და შემდეგ შეურაცხყოფას აფეთქებენ და ამას არც მალავებს მიზანმიმართულად შეურაცხყოფენ განსხვავებულ სარწმუნოებას ამით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანებთან სასულიერო წოდება ძალიან სერიოზულად იმუშავა. ეს ერთი ეკლესიის მხრიდან წამოსული შეუწყალებლობის ტალღების გამოვლინებები იყო ნიგვზიანი, წინწყარო, სამხატწყარო, საიდანაც სოფლიდან მოვა გამძვინეს საერთოდ, ჭელას მინარეთის მოჭრა, რომელიც განახორციელა ამ შემთხვევაში სახელმწიფო ხელისუფლება, თავდასხმა განახორციელა სამართალდამცველებმა, განახორციელეს თავდასხმა მშვიდობიან მუსლიმ მოსახლეობაზე, რომლებიც იცავდნენ თავად კონსტიტუციურ თავისუფლებას, ხო? იმიტომ რომ გვერდზე სოფელში მონასტრის მაცხოვრებლებს არ მოეწონათ უბრალოდ ჭელაში მინარეთი უნდა აღმართულიყო, ხო? და ეს არის ამ ფაქტის განმაპირობებელი მიზეზი. ერთი მხრივ მიზეზი არის შეუწყალებლობის გამუდმებული მეთოდური ქადაგება და განსხვავებული მიუღებლობის მუდმივი თესვა. და ის რომ საქართველოს ჩამოყალიბდა
იდენტობის ისეთი აღქმა, რომელიც გამორიცხავს განსხვავებული საქართველოს მოქალაქედ გამორიცხავს და ქართველად გამორიცხავს განსხვავებული სარწმუნოების მქონე ადამიანს. იმიტომ რომ ერთმნიშვნელად აცხადებს წლების განმავლობაში საპატრიარქო, რომ ქართველობა უდრის მართლმადიდებლობას. უშუალოდ კათოლიკოს პატრიარქის სიტყვებია, რომ ყველა ვინც უღალატებს, ყველა ქართველი ვინც უღალატებს ეკლესიას მართლმადიდებლობას, იქნება მოღალატე ამავდროულად არა მარტო ეკლესიის, არამედ მოღალატე და მტერი საქართველოს ქართველი ერის. ეს არის მის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული პოზიცია, რომელიც არაერთხელ იქნა გამეორებული. ეხლა მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ერთი რას ხადაგებს უმრავლესობის ეკლესია და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ რაც უნდა აცდენილი იყოს ქრისტიანობაზე ჩვენი წარმოდგენისგან ეკლესიის ნარატივი, მათ აქვს თავისუფლება. მეორე რას აკეთებს სახელმწიფო. იცავს თუ არა ის კონსტიტუციას, მოქმედებს თუ არა ის კანონის უზენაესობით მაშინ, როდესაც შეუწყალობის საფუძველზე ხდება დანაშაული. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს უზარმაზარი უკან დახევა 2012 წლიდან. მაგალითად 2012 წელს აღრიცხული იყო რელიგიური შეუწყალობის გამო ფიზიკური შეურაცხყოფის მხოლოდ 3 შემთხვევა. 2012 წელს სახელმწიფო დამცველის ანგარიშია მოტანილი 46 შემთხვევა და წლეულს უკვე 60-მდე ასეთი შემთხვევა არა დაფიქსირებული. ეს ძირითადად ეხება იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ასახავს ეს შემთხვევები, მაგრამ ამავდროულად ძალიან შემაშფოთებელია, რომ სულ ახალი მიმართულება მიიღო შეუწყალობის გამოვლენებებმა და ეს პირდაპირ უპირისპირდება საქართველოში ცხოვრებ მუსლიმ მოქალაქეებს და მათი რელიგიური ინტერესების განხორციელებას. ეს პრობლემა ისლამს. აქ კიდევ სხვა კულტურული და ცივილიზაციური პრობლემაც იჩენს თავს, რა თქმა უნდა, ის რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიული და კულტურული, თუნდაც რელიგიური სტატუს კვო გულისხმობდა ისლამისა და ქრისტიანობის თანაარსებობას და არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, რასაც ჩვენ ტოლერანტობას უწოდებთ. თუნდაც აი დავით აღმაშენებლის ცნობილი შემთხვევა, როდესაც მან თბილისში აკრძალა თქვათ ისლამურ უბნებში, დასახლებებში, თქვათ ღორის დაკლა, მისამად შერავათები და ასე შემდეგ. მან დავით აღმაშენებელმა მოახდინა ინსტიტუციონალიზაცია იმისა და დღეს ტოლერანტობას უწოდებთ ჩვენ. ის რომ მაშინ ეს სიტყვა არ იყო უბრალოდ. კარგ ამას თავიდან პრობლემა ისევე სახელმწიფოა. როგორ იქცევა სახელმწიფო? იმის გამო რომ ლიბზიანში სახელმწიფო არ აგებინა პასუხი სამართლებრივი თვალსაზრისით. დანაშაულებს. არ აგებინა, არ დაწყებულა ძიება, გამოძიება არ დაწყებულა, არ აღჭურვა საქმე ლიბზიანში თავდასხმელების წინააღმდეგ, რომლებიც თავს დაესხნენ წინსწარში აღიძრა სუსინიფთის დაზიანებაზე და გამოიხატებოდა იმაში, რომ ჯვარი აიღეს სასაფლაოდან, ანუ ამ ფაქტზე არა სულ სხვა საქმე. არა პირიქით მუსლიმების წინააღმდეგ დაიწყო. სამთავროში უკვე თავად სახელმწიფო იყო ჩაბმული, ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცველების წარმომადგენლები იყვნენ ჩაბმული მოლას წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებს, როდესაც ისინი მუქრებოდნენ მოლას იმ შემთხვევაში თუ კი ის არ შეწყვეტდა ლოცვას, რომ ჩააყობდნენ ციხეში, უშუალოდ მოლას მონათხრობს გეუბნები ამ შემთხვევაში მე. ჭელაში თვითონ სახელმწიფომ განახორციელა თავდასხმა, სრულად უკანონო ოპერაცია, რაც აღიარა კიდევ შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრმა. საქმე მივიდა უკვე აი ამ უკიდურეს პროგრამამდე, რასაც აი გორის თავის მიჭედება და რაც ყველასთვის შეურაცხყოფია, არა მარტო ისლამის შეურაცხყოფა, არამედ ეს არის უბრალოდ ადამიანური ღირსების შეურაცხყოფა, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი აფსარებული, ხო? ამიტომ გარდა აი მართლმადიდებლობის მხრიდან წარმოსული მართლმადიდებელი ეკლესიისგან წარმოსული შეუწყალობის მთავარი დანაშაული ამ ყველაფერში, რაც ეხლა ხდება, რაც ეხლა მოხდა კოგულეთში, არის რა თქმა უნდა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან ამ ტიპის დანაშაულისადმი ხშირად ისიც რომ გარკვეულწილად აქეზებს კიდევაც ამ ტიპის დანაშაულს ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკა, რომელიც გამოიხატება იმით, რომ ისინი საუბრობენ უმრავლესობის უფლებების დაცვას, რაც უბრალოდ ოქსიმორონია, იმიტომ რომ არ არსებობს ეს ცნება. არადეკვატური დამოკიდებულება და რეაგირება ყოველთვის იწვევს ახალ პრეცედენტებს. როგორც კი რაღაცა ჯგუფი ადამიანების ხედავს არსებობს თავისჯერობა აი ამ დანაშაულთა მიმართებაში, რა თქმა უნდა ამის
განმეორების შანსი მაქსიმალურად იზრდება. აქედან გამომდინარე აბსოლუტურად ჩემი აზრით ლოგიკურია, რაც ეხლა მოხდა, თუმცა პირდაპირ გემოვნებით გადაცემის ჩაწერას დავიწყებდით, მაგაზე ვსაუბრობდით, მე ნამდვილად არ მახსოვს საქართველოს ისტორიაში ესეთი პრეცედენტი რომ მომხდარა. მიუხედავად აბსოლუტურად განსხვავებული, თქვათ, გარემოს, სხვა ფორმები არსებობდა, სხვა ურთიერთობები არსებობდა, სხვა ვითარება იყო პოლიტიკური და რელიგიურიც, მაგრამ ესეთი დამოკიდებულება ამ ფორმით ერთმანეთის მიმართ ამ ორი კონფესიის არასდროს არ ყოფილა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალი ზღვარის გადალახვის აგერ რაც დეკამ ჩამოთვალოთ პრინციპში აი ეს შემთხვევები, სადაც კი ჩვენ მაშინ ხელისუფლებას რეკომენდაციის სახით თავაზობდით და ბიბლიაში პირველი რეკომენდაცია იყო დასჯა. დავსაჯოთ. ეს ეხლა პირველად არ ხდება ეს საქართველოში სამწუხაროდ, ამიტომ ეხლა წინა გამოცდილება გვიჩვენა, რომ თუ არ მოხდება ადეკვატური რეაგირება, ეს ლოგიკურია რომ განმეორდება. მე მოხდა ეს რაც ეხება კონკრეტულად ეხლა ვსაუბრობთ რელიგიურ დაპირისპირებებთან დაკავშირებით, მაგრამ ამავდროულად გაიზარდა პარალელურად ეთნიკურიც, რაც ერთმანეთს არ გამორიცხავს ხშირ შემთხვევაში, და ამ შემთხვევაში ეხლა ორი მხრიდან ქართველი მუსლიმების თუ თქვა სხვა ეთნიკური ჯგუფზე რომ ავტომატურად ეთნიკური დაპირისპირებაც ამ პირიქით ეთნიკური ნიადაგი მე შემდგომში შეიძლება გადავიდეს რელიგიას. თუმცა თუ კოპიის ელემენტებიც არის ამ შემთხვევაში. ძირითადად აჭარაში ეს ბოლო წლების განმავლობაში სერიოზულად იზრდება ეს, ზუსტად იგნორირება, რომ იზრდება ეს დამოკიდებულება ფობია და ეს არ არის მხოლოდ თურქეთის ინტერესებში შედის, ანუ ესეთი პოლიტიკური მედია კამპანიის ჩაკეტვა. გასაგებია რომ მედია ამ შემთხვევაში რაღაც ვარაუდებით, თქვა თეორიებს ავრცელებს, გასაგებია შეიძლება იყოს მსჯელობა ამ საკითხზე და თეორიულად დავუშვათ რომ რაღაცის საშიშროებაც არსებობს, თქვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. რა ფორმით გამოხატავს შენ პროტესტს ამასთან დაკავშირებით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება თუ არ მოწონდა მაგალითად ძალიან ხშირად აპირირებას აკეთებენ იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას ასრულებთ. კი ბატონო, ჩვენ თუ ცივილურ ქვეყანას ვაშენებთ, ისულიყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, გაერკვიათ რა სტატუსით შენდება ეს, ქონდა თუ არა უფლება, ან გადაეხედა ადგილობრივ თვითმმართველობას, იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო ადგილობრივი მოსახლეობა, ამ პრეტენზია ქონდა ნები, თქვათ ადგილობრივ მოსახლეობას ამ საკითხთან და ცივილური ფორმით ყოფილიყო ამის, თქვათ, დასჯა, რამდენად დებატარულია. არა, მე გიძახი ყველა ნიუანს, რომელიც იყო გაჟღერებული კონკრეტულად ამ кейსთან დაკავშირებით, რომ ქონდა თუ არა სტატუსი, თქვათ, გახსნილიყო თუ არ გახსნილიყო, მაგრამ აქაც აბსოლუტურად სხვანაირი რეაგირება იყო საჭირო იმისთვის, რომ აბსოლუტურად ცივილურ ფორმაში პასუხი გაეცათ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თუ უკანონოდ იყო მშენებლობა, რა თქმა უნდა, შეაჩერებდნენ მშენებლობას, ან თუ სხვა ფორმით იყო, აგრეთვე ხელისუფლებას უნდა აეხსნა მოსახლეობისთვის, რომ ყველაფერი ხდება ამ და ამ სტატუსის მიხედვით და აბსოლუტურად იურიდიულად და სამართლებრივად აქვთ უფლება, რომ ამ ადამიანებმა გახსნან ეს. მაგრამ კვლავ ვიმეორებ, რა ფორმას აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით შეურაცხყოფას აყენებ ამ პროტესტს. აქ უკვე პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენებაზე იყო გადასული და ალბათ მე მგონი დიდი ახსნა გამომარტება არ სჭირდება, არის რას ნიშნავს ისლამთან მიმართებაში ღორის ფაქტორი და მე როგორი უშუალოდ იმ ადგილის წაბილწვა, რასაც ქვია სასწავლებელი. აი ეს იყო მეტი ალბათ ჩემს მხრიდან რა ვიცი, ძალიან მიჭირს ამის კომენტარი, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ არც ერთ ლოგიკურ ჩარჩოში არ ჭირდება ეს. რამდენად უნდა იყოს ადამიანი, თქვათ, ესეთი გაუნათლებელი, წერა ბექა საუბრობდა. რა არის ძირითადი გავლენა? მე ვიცი რომ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის ის სიბნელე გაუნათლებლობას გულისხმობ, რომელიც აბსოლუტურად სხვა იდეოლოგიის კარგი ფუნდამენტი ხდება, როდესაც ადამიანი არის სიბნელეში. საკუთარი თავი 21 საუკუნეში ამ ადამიანებმა ჩასვეს აბდელ კუჩი და აინტერესებთ მხოლოდ ის ინფორმაცია მიიღო, რომელსაც მას აქვსდიან აპრიორი არ შეიძლება გადამოწმება ამისი, რომ ჭეშმარიტება არის თუ არ არის. ანუ
და ასე შემდეგ. მართლმადიდებლური ეკლესიისთვის რა პრობლემას ქმნის ფობია, როდესაც ასიმეტრიაში ყოველთვის რა შიში. პრობლემა ალბათ არის ის, რომ ეკლესია ვერ აცნობიერებს თავის ადგილს სეკულარულ სახელმწიფოში, ანუ რა ფუნქცია გააჩნია და რა ადგილი უკავია დემოკრატიულ და სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც რელიგია და სახელმწიფო არის ერთმანეთისგან გამიჯნული, ეს სწორედ ამ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ანუ ეკლესიის პოზიცია როგორია, ეკლესიის პერსპექტივიდან რო დავინახოთ ეს ამბავი არის ასეთი, რომ ეკლესია თulis რომ ის ასე ასაბუთებენ მათ პოზიციას, რომ ის არის უმრავლესობის რელიგია, უმრავლესობის ინტერესების გამხატველი რელიგია და მას გააჩნია კომპეტენცია, რაც მათ შორის მშენებლობის საკითხში. ყველა სხვა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელმა თავისი რიტუალური შენობის მშენებლობის საკითხი უნდა შეათანხმოს საპატრიარქოსთან. ეს ჩანს, ეს პირდაპირ ჩანს არა მარტო ოფიციალურ განცხადებებში, არამედ ნებისმიერ საუბარში ისინი აცხადებენ, რომ ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლური მოსახლეობის ინტერესებს და ერთ-ერთი მასასრულებელი ტემა ისიც კითხვა, რომ თელ ამ ამბავში არის დაზარალებული ქობულეთის მართლმადიდებლური მოსახლეობა. იმიტომ რომ მათ აუშენეს მედრესი ამ ქალაქში, სადაც უმრავლესობას მართლმადიდებლური მოსახლეობა წარმოადგენს. ანუ ისინი გარკვეულწილად გამართლებასაც კი ცდილობდნენ მამაზრზენი ამბის, რაც მოხდა ქობულეთში და პირდაპირ ითხოვენ იმას, რომ ყველას ანუ ადრე ჩვენ მქონდა შემთხვევა, როდესაც საპატრიარქოსთან ხდებოდა შეთანხმება პატიმრების მონახულების, ანუ სხვა საეკლესიო, სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ათანხმებდნენ, ასე ვთქვათ, საპატრიარქოსთან პატიმრებთან შეხვედრის საკითხებს და რა თქმა უნდა, ისინი თვლიან, რომ ნებისმიერი რელიგიური და საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხი, თუნდაც ეს იყოს სასწავლებელი, მაგრამ არის რელიგიური სასწავლებელი, უნდა შეათანხმოთ მასთან. და აი ეს მიზეზი უნდა ვეძოთ აი ამ მართლაც აღმაშფოთებელ და პროვოკაციულ არ ვიცი სიტყვები არ ყოფნის იმის შესაფასებლად რა ქმედება მოხდა ამ შემთხვევაში ქობულეთში და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ასეთი ქმედებები ხდება ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეკლესია შეიძლება ვერ აცნობიერებდეს მის ადგილს დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ სახელმწიფოს მოვალეობა არის ის, რომ ადეკვატური და ეფექტური რეაგირება მოახდინოს მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით და რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახოს მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა სახელმწიფოს რეაგირება ჯერჯერობით არ ჩანს ყოველ შემთხვევისთვის ის რაც გაკეთდა ამ ფაქტთან მიმართებაში, ეს იყო რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადება, პარლამენტის წევრის განცხადება, რომ ეს არის პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ასე შემდეგ, მაგრამ თუნდაც თქვა სამართლებრივი თვალსაზრისით დღეს ცნობილი გახდა, რომ 3 ადამიანი მიეცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში და თვით სასჯელებიც კი ყველაზე მსუბუქი იყო 100-ლარიანი ჯარიმები შეუფარდეს, როდესაც შესაძლებელი იყო თუნდაც ადმინისტრაციული პატიმრობა, მწვრილმანი ხულიკნებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა მაინც ყოფილიყო ამ ადამიანების მიმართ გამოყენებული. აქედან ჩანს ალბათ სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. სახელმწიფო, ანუ ჩვენ ვერ ხედავთ, რომ სახელმწიფო ცდილობს ეკლესიას გაუწიოს წინააღმდეგ. ჩვენ ხედავთ იმას, რომ სახელმწიფო ეკლესია ერევა სახელმწიფო საქმეებში და ცდილობს ასე ვთქვათ სახელმწიფოს განსაზღვროს რაზე გასცეს მშენებლობის ნებართვა, რაზე არ გასცეს მშენებლობის ნებართვა, მაგრამ ჩვენ ვერ ხედავთ სახელმწიფოს მხრიდან წინააღმდეგობას და სახელმწიფოს მხრიდან იმის სურვილს, რომ დაიცვას რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები ეკლესიის მხრიდან და ეკლესიასთან აფილირებული ადამიანების მხრიდან ძალადობისგან და სხვადასხვა შეურაცხყოფელი ხასიათის ზემოქმედებისგან. ეს არის რეალურად პრობლემა და არის ეს ეგრეთ წოდებული სუსტი სახელმწიფოს პრობლემა. რეალურად ეს რაზეც ახლა თქვენი საუბარით არის ანტიკონსტიტუციური ქმედება სახელმწიფოს მმართველი რგოლის მხრიდან, ხო? რითია ეს განპირობებული, რომ რეალურად საკუთარი თავის წინააღმდეგ მოქმედებს თავისუფლება. როდესაც ვთქვათ არეაგირებს ხო, ნუ ანტიკონსტიტუციური ინფორმაციული დისკრიმინაციული, თორემ ეკლესიას აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოახდინოს უმცირესობების დისკრიმინაცია. მართალია შეიძლება თვითონ ზოგიერთ შემთხვევაში თუ არ არის ჭელას მინარეთი პირდაპირ თავად არ მონაწილეობს, მაგრამ ის დუმილით და აძლევს თანხმობას პირდაპირ ჩართვა და არა პირდაპირ ერთული შეცვალა. თანამონაწილე ხარ ამ პროცესში. დუმილით ხარ თანამონაწილე ამ დისკრიმინაციული ქმედების. ეს ქობულეთის შემთხვევაში დიდი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო იძლეოდა ესეთ პასუხს, რომ საქმე არ არის იმის გამბავზე, რომ ჩვენთვის არავის არ მოუმართავს.
ამბავი, რომელიც ეხება ძალიან ბევრ საკითხს, ეხება რაღაც კანონების კონკრეტულ მუხლებს და მეტყვი გავიდა ეთერში და გაკეთა გაწმეთი რა უნდა გაკეთებოდეს. რა თქმა უნდა, მედიაში გავრცელებული განცხადებები მიხალმა რამის აღიარებით ჩვენ ქალბატონმა გობლეთის ერთ-ერთ მონაცვლეებმა აღიარებითი ჩვენება მისცა აჭარის ტელევიზიას და ეს ვრცელდებოდა ძალიან ამაზრზენი თავისთავად ეს ყველაფრის მთქმელია ეგ სიუჟეტი აბსოლუტურად ყველაფრის მთქმელია და ამის მიუხედავად ვალდებული იყვნენ რეაგირებაც მოეხდინათ იქნებოდა ეს ადმინისტრაციული საჯარო სუნცირე რელიგიური წესის ასრულებისთვის ხელი შეშლა, იმიტომ რომ რელიგიური წესი მოითხოვს შეურაცხყოფო არ იყოს სამართლებრივად რომ ვიუდგეთ ამ საკითხს ანალიზი რო გავაკეთოთ აქ მთელი სპექტრია პრობლემები საცილების განმავლობაში დაგროვებული გარდა იმისა რომ სახელმწიფო როგორც წესი იდენტობასთან დაკავშირებულ დანაშაულზე იჩენს უგრიგობას უკეთეს შემთხვევაში და უარ შემთხვევაში თავად არის დანაშაულებრივ აქტში ასე ვთქვათ ჩართული ან ახალისებს წამახალისებელ როლს თამაშობს გარდა ამისა პრობლემა არის ასევე ისიც რომ როგორც წესი სამართალდამცველები იმ შემთხვევაში თუ იწყებენ დევნას სამართლებრივ დევნას ასეთი ტიპის ქმედებებზე არ ახდენენ კვალიფიკაციას იმ მუხლების მიხედვით რომლებიც უშუალოდ ეხება ვთქვათ რელიგიურ თემატიკას მაგრამ დევნა რელიგიურ ნიადაგზე მაგრამ რიტუალებისთვის მაგრამ რელიგიურ დისკრიმინაცია რელიგიის საფუძველზე მაგრამ საფლავების შეგვიწოსაც ჰქონდა ადგილი და ამ შემთხვევაში ხულიდნობის უყურით არასდროს და არა საფლავების შეგვიწვის ანუ კვალიფიკაციას დააცივოს პრობლემის შინაარსი დააცივოს იდენტობასთან დაკავშირებულ თემატიკას. ანუ ნეიტრალური მუხლები ეს ნეიტრალური გვაქვს ეს პრობლემა. და ასევე პრობლემა არის ის რომ ფაქტობრივად ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა თუ არ ჩავთვლით 2010 წელს მართლმსაჯულთა კავშირის წევრების დაკავების ფაქტს 8 წელს დაკავების ფაქტს რომელიც უკვე ახალმა ხელისუფლებამ გამოუშვა როგორც პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს პოლიტპატიმრები არ მომხდარა ადეკვატური რეაგირება არც ერთ ამ დანაშაულზე როგორც გითხარით დაგლობდა 100-ზე მეტი დანაშაული ამ ხის დანაშაულის შემცველი ნიშნის შემცველი ფაქტი, ხო? არც ერთ ნაწილზე ადეკვატური რეაგირება არ მომხდარა, იმიტომ რომ არც ერთ დამნაშავეს, არც ერთ სავარაუდო დამნაშავეს არ უგია რეალური პასუხი ჩადენების გამო. და ალბათ ხელისუფლება შიშობს რომ ამ კრიმინალების რომელთაც მართალია ასე ვთქვათ საპატრიარქოს კი ცდილობს რომ მათთან აფილირება არ მოხდეს, მაგრამ რეალურად ჩავსაქმეს სწორედ მათი მეშვეობით აკეთებს ეს მართლმადიდებლურ მშობელთა კავშირი, რომელიც ასე ვთქვათ არ არის ასე ვთქვათ საპატრიარქოს ცდილობს რომ მოახდინოს მათთან აფილირება, მაგრამ რეალურად ეს ადამიანები სწორედ საპატრიარქოს და მისი იერარქების ნებასურველს გამოხატავენ და მათი პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში როგორც ჩანს წინა ხელისუფლებაც მართალია ბოლოს მაინც ტელეკომპანია კავკასიის შემთხვევა იყო საბოლოო წვეთი, თუმცა წინა დღეს მაშინაც არ ანუ იმ ხელისუფლებასაც არ დაუკავებია ეს ადამიანები, მხოლოდ და როცა უბრალოდ ტელევიზიაში მოხდა, პირდაპირ ეთერში მოხდა შეჭრა და ძალადობა, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ ქონდა წინა ხელისუფლების დარჩენილი, რომ ეს ადამიანები დაეკავებინა და ამისთვის და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა და ამისთვის პოლიტიკური საფასურიც კი გადაიხადა, ხო და იგივე ალბათ დაუსჯელობის მიზეზი არის ის რომ ხელისუფლება ანუ დღეს მოქმედი პოლიტიკური ხელისუფლება შიშობს საპატრიარქოსთან დაპირისპირებას ვინაიდან მას ასევე პოლიტიკური საფასურის გარდა მოუწევს რატო ხდება რომ სახელმწიფოს ეშინია ეკლესია ნუ საპატრიარქოს არ ეკლესია საპატრიარქოს რატო ეშინია ხელისუფლებას მარტივი პასუხია მე მგონი ამაზე იქნა გამომდინარე რომ ეკლესიას თავად ხელისუფლებამ შეუქმნა გაუზარდა ავტორიტეტი მისთვის საჯარო სივრცის უზურპირებით მისთვის მედიის მის კრიტიკისთვის მედიის დაკავების წლების განმავლობაში ეს არ მარტო წინა ხელისუფლებისთვის ხდებოდა ეს შევარდნის ხელისუფლებისთვის დაიწყო მისთვის განსაკუთრებული სტატუსის კონსტიტუციური სტატუსის განსაზღვრით და ასევე რაც ყველაზე რამაც ყველაზე დიდი როლი ითამაშა ეკლესიის ავტორიტეტის საპატრიარქოს ავტორიტეტის გაზრდაში
არის ის, რომ ფაქტობრივად არა ფორმალურად, არამედ შინაარსობრივად საპატრიარქოს მიანიჭა ლეგიტიმატორის როლი პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკური დაპირისპირებებში, ასე ვთქვათ, მომრიგებლის ლეგიტიმატორის როლი. პრეზიდენტი ირჩევა, პარლამენტი ირჩევა, სხვა მნიშვნელოვანი აქტები ხორციელდება, სახელმწიფოებრივი აქტები, აუცილებლად ამას აკურთხებს, ასე ვთქვათ, ეკლესია. აი ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ეკლესია იქცა უზენაესი ავტორიტეტის მქონე ინსტანცია, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს რა არის კარგი და რა არის ცუდი, სად არის ჭეშმარიტება და სად არის საკუთარი ტელევიზია სიცრუე და ასე შემდეგ. საკუთარი მედია საშუალებაც სახელმწიფო დღესდღეობით. აი ხო არის იერარქია, ჯერ არის კონსტიტუცია, შემდეგ მოდის კონსტიტუციური შეთანხმება და მე შემდეგ სხვა საკანონმდებლო აქტები, ხო? რეალობა საპირისპირო, ჯერ არის კონსტიტუციური შეთანხმება, შემდეგ მოდის უკვე კონსტიტუცია. რეალობა კონსტიტუცია უფრო მაღლა. სამართლებრივად ეს უნდა იყოს, მაგრამ რეალობა არის ამოყილავებული დღესდღეობით. ეს არგუმენტიც არის, რომ კაცრი თქვენ მედრესს ან მეჩეთს ან სინაგოგას რომ მაშენებთ საკონსტიტუციური შეთანხმება მოიწყვეთ და ანუ ეს არსებობს კი კონსტიტუციური შეთანხმება როგორც ასეთი, ანუ ტექსტის თვალსაზრისით და არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება ისე როგორც ამას საპატრიარქო განმარტავს. პრობლემა რა არის, რომ ესე იგი სახელმწიფო ბოლო წლის განმავლობაში ეს მართლაც ძველ გამოსახული აზრიანებს სათავეს, ეს დამოკიდებულება, პრეფერენციული დამოკიდებულება საპატრიარქოსადმი ჯერ უზრუნველყო მისთვის იდეოლოგიური მხარდაჭერა, სრული იდეოლოგიური მხარდაჭერა, შემდეგ უზრუნველყო სამართლებრივი მხარდაჭერა, როდესაც აღიარა მისი სამართლებრივი უპირატესობა სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებით, შემდეგ უზრუნველყო მისი ეკონომიკური კეთილდღეობა, იმით რომ ბიუჯეტიც აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი ეკლესიას და არა მარტო ბიუჯეტი, გადაცემული ქონები. პლუს ამას საპრეზიდენტო ფონდი, პრეზიდენტის ფონდი, მთავრობის ფონდი, სამინისტროები და ასევე მუნიციპალიტეტები, როგორც თბილისის, როგორც დედაქალაქის, ასევე ყველა რეგიონისა აფინანსებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭიროებებს და ბოლოს უკვე, რა თქმა უნდა, ამ ეს თუ გავავიდეთ ამ თვიანობას, ამ ძალაუფლებას, რომელიც ამ წლების განმავლობაში გადასცა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ეკლესიას, რჩება ერთადერთი ძალაუფლება, ეს პოლიტიკური ძალაუფლება და დღესდღეობით ჩემს მიმდინარეობს პროცესი, როდესაც ეკლესია სურს გაინაწილოს პოლიტიკური ძალაუფლება სახელმწიფოსთან ერთად, იმიტომ რომ მას მიაჩნია, რომ ახლა ამჟამად ხელისუფლებაში არის ძალა, რომელიც უნდა ემორჩილებოდეს ეკლესიას და არა პირიქით. აი დისკრიმინაციულ კამთან დაკავშირებული პერიპეტიები ამას ძალიან კარგად მიანიშნებდა. სასულიერო პირები, რომლებიც იყვნენ შესულები პარლამენტში, პირდაპირ მოუწოდებდნენ პარლამენტარებს, რომ დამორჩილებოდნენ მათ. ჩვენი მეშვეობით ხართ? არა, მათ არ პირდაპირ ტექსტი აღწერს, რომ თქვენ პარლამენტის წევრები ხართ, იმიტომ რომ ჩვენ დავიჭირებთ და არ დამორჩილებოდნენ მათ, ასე ვთქვათ, სადეპუტატო სინდის ერთი მხრივ და მეორე მხრივ არ დამორჩილებოდნენ მათ არაფორმალურ ლიდერს, ბელას ივანიშვილს, რომლის დამსახურება ამ შემთხვევაში ჩემი აზრით იყო გადამწყვეტი. თუმცა სხვა პრობლემებს აქვს, როგორც ასეთი ურთიერთმემართება არაფორმალურ ლიდერსა და ფორმალურ სახელმწიფო ინსტანციებს შორის, ხო? ეს კიდევ სხვა პრობლემაა. თუმცა ამ შემთხვევაში მისმა ავტორიტეტმა გადაიწყვეტა, მაგრამ რეალობა გარდა ამ ერთ შემთხვევისა სრულად საპირისპიროზე მეტყველებს. აქ იყო ლაპარაკი გაბრიელ ბერის საფლავთან დაკავშირებული დიდი სანახაობისა, ხო, რომელიც ეკლესიამ დადგა. ჩვენ ვიხილეთ ჩამწკრივებული რიგში მინისტრები და პარალელურად ვიხილეთ პრეზიდენტის განოსხვა პარლამენტში, რომელსაც არც მინისტრი არ ესწრება. აი ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და ამ რეალობაში ცხადია, რომ ნებისმიერ განსხვავებულს იქნება ეს რელიგიური ნიშნით განსხვავებული, იქნება ეს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით განსხვავებული, ეთნიკური ნიშნით განსხვავებული, რასობრივი, პოლიტიკური ყველა განსხვავებულს ექნება საფრთხე, იმიტომ რომ მონოპოლიას იდეოლოგიურ და სოციალურ და კულტურულ სივრცეებზე ნელ-ნელა იღებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის ინტენცია საზოგადოებისადმი არის ერთი მხრივ ძალაუფლების კვლევა და მეორე მხრივ შეუწყალებლობა. თუმცა იგივე კაზანტიკთან დაკავშირებულმა ეს პერიპეტიმა ასევე აჩვენა, რომ არა მარტო იდენტობებია ეს საპატრიარქოს სამიზნე, არამედ ეკონომიკაც და შოუ-ბიზნესი. შემოგეცეთ ეკონომიკის ეს კაზანტიკის შემთხვევაში ძალიან საინტერესო მაგალითია, იმიტომ რომ აქ აღმოჩნდა, რომ აი კაზანტიკის
დღიან ფესტივალში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სნოს კომპანია, რომელიც ხიდდა წყალს კაზანტიპის ფესტივალზე და სნოს კომპანია იყო საპატრიარქოს მეწევი. და როგორც გაიგო მოლაპარაკება საწარმოებდნენ საპატრიარქოსთან, რომ ანუ ეს წინააღმდეგობა შეეწყვეტა და შესაბამისად ეკონომიკურმა ინტერესმა გარკვეულწილად შეანელა ის წინააღმდეგობა ზუსტად რაც მოწეული ის იყო დაბალანსება რაოდენობაზეც დაისახა და იმ ფაზზეც თუმცა საბოლოო ჯამში მაინც როგორც ჩანს არ ჩატარდა ისე როგორც უნდა ჩატარებული იყო, მაგრამ ეს კიდევ სხვა პრობლემაა. აქ რო დაუბრუნდეთ მუსლიმების საკითხში, კიდევ ერთი პრობლემა ეჩენს თავს. რაც შეიძლება გარკვეულწილად იყოს ასევე დაკავშირებული ქობულეთის кейსთან, ასე რომ ვთქვათ, ხო? დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლება ცდილობს გააკონტროლოს მუსლიმთა სხვადასხვა ჯგუფები. ხელისუფლებამ ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდში თავად შექმნა მუსლიმთა სამმართველო და ჩამოაცება ის მუსლიმური ჯგუფები და ორგანიზაციები, რომლებიც ამ სამმართველოს მიმართ არ გამოხატავდნენ ლოიალობას სამმართველოს ფუნქციონირებას. ფაქტობრივად ხელისუფლებამ ამით შექმნა სტრუქტურა, მუსლიმური სტრუქტურა, ჩაერია მუსლიმური თემის ავტონომიაში, რაც ასევე კონსტიტუციის ძალიან უხეში დარღვევა, სეკულარობის ძალიან უხეში დარღვევა, დისკრიმინაციას წარმოადგენს ამავდროულად მუსლიმური თემისა და ის ორგანიზაციები, რომლებიც ასევე აპროტეტულები არიან მუსლიმურ თემში, როგორც შიიტურ, ასევე სუნიტურ ნაწილში, იმ ორგანიზაციების მარგინალიზაციას შეეცადა. ივანიშვილის ხელისუფლება პირდებოდა მუსლიმურ ჯგუფებს, რომ მოსვლისთანავე ის ამ პრობლემას მოაგვარებდა, გააუქმებდა მუსლიმთა სამმართველოს, შექმნიდა მუსლიმთა ხელში უწყობდა დამოუკიდებლობას და იმას, რომ ხელში უწყობდა დამოუკიდებელი ინსტიტუციის ჩამოყალიბებას მუსლიმებისთვის, როგორც არის შურა, ანუ საბჭო, მუსლიმთა საბჭო. ეს პირობა არათუ არ შეასრულა, არამედ მან კიდევ უფრო მეტად მოინდომა მუსლიმებზე ზეწოლის სიმძაფრის, ასე ვთქვათ, გაზრდა და გაათავისუფლა თავად ესეთი ხელისუფლების შინაგანსა სამინისტროს წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს წინა პერიოდში დანიშნული შეიხი, ასევე აირჩიეს, არჩევინეს მუფთი აჭარაში, რომელიც ამჟამად წარმოადგენს მუფთს, რომელიც ღარიბაშვილს ეხლა უკვე დაუთამაშებელ დიდ მმართველს არადარებს. დაუთამაშებელ უფრო დიდ მმართველს უწოდებს და უფრო დიდ პოლიტიკოს უწოდებს და დაუთამაშებელი იყო. საინტერესოა, რომ იგივე მუფთი სააკაშვილს უწოდებს დაუთამაშებლის მსგავს, მაგრამ ამას უწოდებს უფრო ძლიერ პოლიტიკოს, ვიდრე დაუთამაშებელი იყო, ხო? ანუ ეს არის ძალიან დამორჩილებული ორგანიზაცია ხელისუფლებისადმი, შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი. და ახლად შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურა, რომ რელიგიის საქმეთა სააგენტო, ამ სტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ეს დაპირისპირებები, რომელიც არსებობს მუსლიმურ თემში, ერთი მხრიდან მეორე მხრივ სახელმწიფოს მიერ შექმნილ სტრუქტურაში, რომელიც არ წარმოადგენს მუსლიმი თემის ინტერესებს, მიზანია ის, რომ ეს დაპირისპირება მოხსნას და დაუმორჩილებელი ნაწილი შემოიყვანოს ამ მუსლიმთა სამმართველოს სივრცეში. ის, რომ რამდენიმე წლის წინ ეს ვერ მოახერხა სააგენტომ, მიუხედავად იმისა, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, რომ ხორციელდებოდა ზეწოლები სხვა მუსლიმურ ორგანიზაციებზე. შეიძლება იყოს ერთ-ერთი განმაპირობებელი იმისა, რაც მოხდა ქობულეთში, იმიტომ რომ ის ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ამ მედრესეებისკენ და პანსიონების პროექტს საქართველოში, არ არის ლოიალური სამმართველოსადმი. ეს გარკვეულწილად შეიძლება მასში იყოს ერთმანეთთან და ამას ძიება ჭირდება, მათ შორის ჟურნალისტები დაინტერესდნენ ამ საკითხით. და კიდევ ერთი ანუ ის კონოტაცია, რაც გააჩნია ისლამოფობიურ კამპანიას, ძირითადად არის მიბმა, თქვათ ესე თურქულ, ანტითურქულ კონტექსტში ამის გადატანა და მოვისმინეთ კომენტარები, რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთდა, მართალი აღმაშფოთებელია ის, მაგრამ თურქეთი არ უნდა აშენებდეს მედრესებს, მეჩეთის მშენებლობები მიმდინარეობს თურქების და ანუ
ეს ყველაფერი იმავდროულად არის მიგმული ამ ანტითურქულ კამპანიასთან და ესეც არის ძალიან საყურადღებო მომენტი მთელს ამ კამპანიაში. არის ხო ეს ანტითურქული განწყობებიც, გაღვივებაც არის, თქვათ იგივე ანტიმუსულმანური განწყობების გაღვივა. რაში ჭირდებათ? აი ამაზე თუ ყოფილა კვლევა და თუ ჩაგიდათ ან თუ გაქვთ გასაგებია სამართლებრივი შეფასებაც, მაგრამ რაში ჭირდებათ აი ასეთი განწყობების შექმნა საზოგადოებაში? წეგამის სიტყვა სერიალი ისა ხუმრობით კი ამახსენე. ანუ ძალიან ბევრი ადამიანისთვის წარმოადგენს კულტურული ექსპანსია საქართველოში ამ სერიალების სახით, თურქული კულტურის, ავტომატურად ისლამის პოპულარიზაციას, ამიტომ მოდით აქაც შლაგბაუმი უნდა ჩავარდნილოთ. გარდა ამისა, წმინდა გეოპოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური ანუ ყველანაირად არსებობს ჩვენი მეზობელი ქვეყანა, რომელიც არის ნატოს წევრი. და ამიტომ ყველაფერი და რუსეთის საპერწონი რეგიონში. ანუ ის ძალები, რომლებიც თავს აიგივებენ რუსული პოლიტიკის განხორციელებასა საქართველოში და აიგივებენ ამავდროულად პოლიტიკური მართლმადიდებლობის ინტერესებს, ეს ერთ და იგივეა და თუ დაუბრუნდებით ჩვენ პუტინის ასე იმპერიალისტურ რიტორიკას, მასში ყოველთვის მონაწილეობს მართლმადიდებლობის კომპონენტი, როგორც ეს არის არა სარწმუნოება მართლმადიდებლობა, არამედ ეს არის პოლიტიკური მართლმადიდებლობა. ბუნებრივად უპირისპირდება სივრცეს, რომელიც თავისუფალია რელიგიის პოლიტიზაციისაგან. ეს არის დასავლური სივრცე, დასავლური სტრუქტურები და ყველაზე ახლო ქვეყანა, მეზობელი ქვეყანა, რომელიც აი ამ დასავლურ სტრუქტურებთან და სამხედრო სტრუქტურას რაც ყველა საფრთხეა რუსეთის რომელიც მონაწილეობს საქართველოში არის თურქეთი, რა თქმა უნდა, ეს არის ნატოს წევრი ქვეყანა. ამ ძალიან ცხადია, რატომაც ხდება ანტითურქული კამპანიის და თურქოფობიის გარკვევა საქართველოში. აქ ორი აზრიც კი არსებობს. და შეგვიძლია იგივე პატრიოტთა ალიანსის აქციები რაც პატარა. ხო, შემიძლია და მაგას ლოზუნგები რაც იყო იქ რომ თურქეთის ექსპანსიას და იმედია უნდა იყოს. საერთოდ კი იყო აღმართეს ერთ-ერთ სოფელში რომ რუსეთო გვიხსენი თურქებისთვის ექსპანსიის საზღვარი გამოიწვიესო გახსოვთ ტელევიზია აჟიტაჟი გამოიწვია ობიექტივის პირველად ობიექტივმა გაართულა და აქტიურად მონაწილეობდნენ ამ ტელევიზიის ჟურნალისტები სერიოზული ბრალდება იყო მაგრამ აღმოჩნდა რომ ეხლა ესეთი დამოკიდებულება როდესაც არის რთულია კომენტარი გააკეთოთ იქიდან გამომდინარე რომ ისეთი ქვეყანაში სადაც საქართველო რა ვიცი მე ვფიქრობდი ყოველთვის რომ ალბათ საკმარისია ეს გამოცდილება რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანებმა, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებმა ის გზა გაიარეს განსაკუთრებით ეს 25 წელი გადაიხო. ხა ელემენტარულად ამას კიდე დაუბრუნდეთ რომ მუსულმანს ღორის თავი არ უნდა ჩამოუყიდო გარემო, არ უნდა გააკეთო, მაგრამ ხა ის რომ უკაცრავად რა არის, მე არ ვიცოდი ამით რას ჩავდიოდი, მაგას ვერ გეტყოდნენ, ანუ აბსოლუტურად არალოგიკურია. ანუ ეს კიდევ ერთხელ იმის საფუძველი ხდება რომ სერიოზულად დავფიქრდეთ იმაზე რომ ეს არ არის ერთი ღონისძიება, ხო? აგერ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რამოდენიმე ციკლი გავიარეთ პერიოდი, როდესაც თქვათ რაღაც ეტაპამდე მიდიოდა, მე ცოტა დაცხრებოდა, მაგრამ მიზანმიმართულად ეს ხდებოდა. ამიტომაც აბსოლუტურად ლოგიკურია დაისვას კითხვა, რომ თუ ეს ესე გაგრძელდება, ჩვენ უკვე წარმოგვიდგენთ, ხო, რა საშიშროების წინაშე. ანუ რა შეიძლება იყოს საბოლოო წერტილი? საბოლოო წერტილი იქნება ის, რომ მოხდება დაპირისპირება და ნუ ეხლა ბევრი ახსნა გამარტივებს მე მგონი აქ არ არის საჭირო იმისი რა შეიძლება უკვე მოხდეს მათ. აქ უკვე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა არა მარტო ეთნიკური კომპონენტი იქნება, იმიტომ რომ აქ არის მთელი სპექტრი ყველაფრის. და კიდევ ერთ კომპონენტზე მინდა თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება მედია აღნიშნეთ, რომ პირიქით იმის სანაცვლოდ რომ თქვა ბევრი მედია საშუალება უნდა იცოდოს ამ თქვა პოპულარიზაციით და ამის ფაქტებიც არსებობს, თუ მე მონიტორინგს უწახორციელებს მაგათი კვლევებზე დაყრდნობით ვსაუბრობდნენ, რომ იზრდება ეს მედიაშიც, თქვათ ეს ფობიები, სხვადასხვა თქვათ ეთნიკური, რელიგიური თუ სოციალური ჯგუფის წარმომადგენელ ადამიანებზე, კონკრეტულად რა ღონისძიებებიც ხდება ხოლმე, ანუ ამის შემდგომში განხილვა და აქაც მედიის როლი არის სამწუხარო უარყოფით კონტექსტში და საზოგადოების დამოკიდებულება, ალბათ შეგვიძლია უამრავ ბევრ ქვეყანასთან თუ შევიდრებით, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების პროტესტით, ანუ
აი ესეთი საქციელიც არის კარგი მაჩვენებელი იმისა, რამდენად თქვათ საზოგადოება იღებს ამას. დღეს სამწუხაროდ რასაც მივხვდით, ის ადამიანები, რომელმაც თქვათ რეაგირება ადეკვატური მოახდინეს, ეს ძალიან პატარა ჯგუფი ადამიანების სამწუხაროდ ამ ქვეყანაში. ამიტომ ეს ყველაფერი ჯამში, რასაც ჩვენ საუბრობდით, არის მშვენიერი ნიადაგის, რომ წაიყვანოს საზოგადოება იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც პრინციპში დაგჭირდება და ეხლა სადაც მიდივართ, უკვე მე მგონი მეტი ისე ტრაფარეტები აღარ დაგჭირდება. მე მგონი გავდივართ. ნუ აი ეს ზაურმა გასო საკითხი რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რომ სათანადო შეიძლება მივიდეთ და რა შეიძლება ამას შეეწინააღმდეგოს. რა თქმა უნდა, აქ არამხოლოდ შემთხვევაში არ შეიძლება მისთვის, რომ ფართმალურად დავყავოთ ცოტანი ვართ და ასე შემდეგ. ეს ესე არ არის, რომ ჯერ ესეთი სამართლებრივი თვალსაზრისით საქართველოს ლიბერალურ დემოკრატიული სახელმწიფო და სამართალი ყოველთვის არის უმცირესობების და დაჩაგრების მხარეს, იმიტომ რომ აღიარებს არადისკრიმინაციის პრინციპს და აღიარებს რელიგიის თავისუფლებას როგორც ფუნდამენტურ საყრდენ ღირებულებას, ასე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოების ერთობისა. არასამთავრობო ორგანიზაციებს ყოველთვის აქვთ რესურსი იმისა, რომ მოითხოვონ სახელმწიფოსგან, ძალიან კაცად მოითხოვონ სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება, ანუ მოითხოვონ სახელმწიფოსგან სამართლებრივი სივრცეში დაბრუნებები, რომ ამ შემთხვევაში ის აშკარად გასულია, ასე ვთქვათ, სამართლებრივი სივრციდან და საუბრობს დიალოგზე და არა ასაუბრობს კანონის ედით დამუშავებასთან. ხო, აბსოლუტურად ყველა ფაქტო მიმართებაში ამ ტოლოს რაღაც მედიატორის როლი მოიგოს. ჩვენ გვაქვს რესურსი, ასე ვთქვათ, სეკულარული კუნძულები არსებობს საქართველოში, რამდენიმე უნივერსიტეტის სახით, ახალგაზრდობის სახით, რომლებიც ამ უნივერსიტეტში სწავლობენ, სოციალური ქსელები, სადისკუსიო სივრცეები, ზოგიერთი ტელევიზიის სახით, ეს მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული და გამოყენებული შეუწყვილობასა და ძალადობასთან დასაპირისპირებლად. და მე ვფიქრობ, რომ თუ კონსოლიდირება მოხდება სწორედ იმ ნიშნით, რომ დავიწყოთ რაღაცნაირი მოძრაობა შეუწყვილობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ავამოქმედოთ ყველა შესაძლებლობა, რაც ჩვენ ხელთ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ სრული მობილიზაცია საჭირო დღეს. მე ვფიქრობ, რომ აი ამ პრობლემას შეგვიძლია უპასუხოთ სათანადოდ და პირველ ყოვლისა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ თვალი გაუსწოროს თუ რა საფრთხის წინაშე აღენებს მისი მოქმედება საქართველოს თვითონ მოქალაქეს. ეს ამ საფრთხეს ქვია რელიგიურ დაპირისპირება. არ მოგულს თუ გავამძაფრო, ასე ვთქვათ, სხვა ტერმინებით, ისაც შეიძლება ამას ყველაფერს მოყვეს. ყოველთვის ჯობია რომ მოახდინო პრევენცია, ვიდრე რეაგირება მოგიწიოს მერე შემდგომში. ამიტომ ყველა ნიშანი არსებობს, რომ ადეკვატური ჩარეულობა. ადეკვატური დასჯა, ასეთი რელიგიურ ძალადობის ფაქტები, ჩამდენი პირების ადეკვატური დასჯა არის პრევენციის საშუალება, იმიტომ რომ როდესაც საზოგადოება ნახავს, რომ არც ერთი რელიგიური ძალადობის და დისკრიმინაციის ფაქტი არ რჩება დაუჯერი, არავის გაუჩნდება სრული, იგივე ქმედება გაიმეორებს, ესე რომ საერთაშორისო და რეაგირება არის მომავალში მსგავსი ქმედების გამეორების პრევენციის საშუალება. ეს აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის კარგია, ყველა კონფესიისთვის არის მაჩვენებელი იმისი, რომ არც ერთი კონფესიის ან ჯგუფის ტვინში მერე შემდგომში აღარ მოვა ესეთი აზრი, რომ ასეთ საქციელი ჩაიდინოს ამათო. ამისგან დაზღვეული ხარ არ არის, ხო? ანუ როდესაც კი ერთი კონფესიის მიმართ ხდება ეს, აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა იბადება, რომ შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერი სხვა ადამიანის ან ნებისმიერი ჯგუფის მიმართ. ამიტომ სხვადასხვა პრობლემებს რომ არ არის გავიდეთ ეხლა რელიგიიდან ცოტა ფართო მსჯელობაზე თუ გადავალთ, მაგრამ პრაქტიკულად პრევენცია უნდა მოხდეს ამისი ადეკვატურად თუ არა და ნუ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია წინა ხელისუფლების რეალობაზე განსხვავებით, რომ ამ ხელისუფლებას არ ყავს ძირითადი ოპოზიცია, იმგვარი, რომელიც იყენებს რელიგიურ რიტორიკას და ქსენოფობიურ რიტორიკას პოლიტიკური მიზნებისთვის და ეს ძალიან კარგია ამ შემთხვევაში და ოპოზიციის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლება დაგმეს მე მგონი პირველებმა ისაც მოხდა პოლიტიკური კონსენსუსის არსებობს ამ თემასთან ხელისუფლების მხრიდან რო იყოს სრული კონსენსუსი არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით. ანუ ყველანაირი თვალსაზრისით მაინც პასუხობს. მე აგულისხმობ ეხლა არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც ძირითადად შეუწყვილ რიტორიკაზე აგებს თავის პოლიტიკურ მომავალს, როგორც და არამარტო აგებს, არამედ პირადად მონაწილეობს. ეს ფუფუნება აქვს ამ ხელისუფლებას, რომ ძირითადი ოპოზიციის სახით მას არ ყავს
xenofobიურად განწყობილი ძალა, რომელიც მიუთითებს, რომ ის ებრძვის მართლმადიდებლობას, ქართულობას, ტრადიციებს და ასე შემდეგ. ძალიან კაი ჩვენი დისკუსია დღეს ამით დასრულდა. მადლობა ჩვენ სტუმრებს და მომავალშიც იმედი გვაქვს, რომ ასეთ სამწუხაროდ თემებზე უფრო კარგი თემებზე შეგვეძლება დისკუსიების განა. ძალიან დიდი გამოგვივიდა.